ყველა გზნობს ხედავს და ადვილად გასაკეთებელი პროგნოზია, უკვე რომ დემოკრატიული ტალღა არის აზვირთებული და აი ეს ხალხი, ვინც აქ იკრიბება ხელისუფლების წარმომადგენლობა მხედველობაში, რომლებიც ჩვენი შეფასებით იდენტობა დაკარგული ხალხია, რომლებმაც წლების განმავლობაში ცადეს და დაწლობრივ გამოუვიდათ და ადამიანები აქციეს საკუთარი მიზნების შესრულების რაღაცა იარაღად, ხო და ეს ყველაფერი უნდა შემოbrunდეს და ბრუნდება და ეს პროცესია. ეხლა ყველაფერი უნდა შემოbrunდეს და ადამიანი უნდა გახდეს პირველ რიგში მიზანი. და არავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ ეს დემოკრატიული ტალღა ასად არ წავა, მანამ სანამ არ იქნება სახელმწიფოებრივი ელემენტარული გარანტია უზრუნველყოფილი და რუსული კანონ პროექტი არის დიახაც არც მეტი და არც ნაკლები სახელმწიფოებრივი საფრთხე, რომელიც გირეცხავს ფუნდამენტს სახელმწიფოებრიებს და რაც არ უნდა აი გუში რაც ვიხილეთ ქართულ მოლოცავ ვიძალადოს იმ ხალხის მიერ რომელზეც დგას მე არაფერზე არ დგას რაც არ უნდა რაღაცა ტეხასური ხოცვა-ჟლეტა აუტეხოს მშვიდობიან მოსახლეობას, დედებს, მამებს და სტუდენტებს გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა რუსთაველის გამზირზე და ქართველი ხალხი როგორც სუვერენული ხალხი დაიბრუნებს ნამდვილად პარლამენტს და ყველას დაუმტკიცებს რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი მომავლის განსაზღვრელი არის ხალხი პირველ რიგში და არა ივანიშვილი და არა რუსი. ამიტომ რა თქმა უნდა პარტია ახალიც ვართ იქ სადაც არის ხალხი და ძალიან ბევრი ადამიანი იქნება აქ. ჩვენი ყველას მშობელი, ვისაც სახეზე მყავს, ყველას ჩვენი შვილი და ბებია და ბაბუა იქნება აქ რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ გადაჭარბების გარეშე ვარ. აი ჩემს გუწმელ გზნობებს ვუზიარებ სხვებს. ისტორიული შანსი არის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ რუსულ ტყვეობას თავი. და ეს ყველაფერი შესაძლებელი არის ერთობით, რომელიც სახეზე ეს არ გულისხმობს რაღაც პარტიების მიერ რაღაც ეთნომბრად ასპარეზობას, ხო ეს მე 10 ხარისხოვანი საკითხია. ერთად დგომა, დიახაც მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო უკვე სახეზეა და ამაყები ვართ, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შვილებს მოვუპოვოთ უკვე არა მხოლოდ დამოუკიდებლობა და არამედ მხოლოდ თავისუფლება, არამედ იდეა ევროპული და ეროვნული განუხორციელო და მათ იცხოვრონ ბედნიერ და დაცულ სახელმწიფოში. და საპირისპიროს ცდილობს რუსული ხელისუფლება და საპირისპიროს ცდილობს ჩვენ და ვინ გაიმარჯვებს, ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ და გამარჯვება იქნება მშვიდობიანად მოპოვებული, რაც ყველაზე მთავარია.